23 თებერვალს 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა ლიტურგიას საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიის აღსრულების დროს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იყო ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის წმინდა ნაწილები. როგორც ცნობილია, გუშინ 22 თებერვალს მოხდა ღირსი მამის წმინდა ნაწილების საფლავიდან აღმოყვანება, რის შემდეგაც ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ხვალ 12 საათზე თბილისისკენ მსვლელობით წამოაბრძანებენ. თბილისში მსვლელობა 13 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დასრულდება. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მასთან მიახლების საშუალება ყველა მსურველს ექნება. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული ზეიმია. უახლესი ისტორიის მანძილზე, როგორც ერის, ასევე ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა წმინდანთა შერაცხვის შემდეგ მათი გადასვენება, მათთვის წმინდანთათვის შესაფერის საკრძალთა შესაბამისი პატივის მიგება. ეს არის ზეიმი უპირველეს ყოვლისა ჩვენი თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიისა, რადგანაც როდესაც პირველ საუკუნეებში ხდებოდა წმინდანთა შერაცხვა, პირველ საუკუნეებში ქრისტიანებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კურთხევა მოციქულებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ მოწაფე იყო უფლისა, დედამიწაზე მობრძანებული, განკაცებული ღმერთისა და განსაკუთრებული იყო მაშინ ადამიანთა სულიერი ძალა, სარწმუნოება და სხვა სათნოებანი. და ბოლო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში, როდესაც სარწმუნოება შესუსტა და ჩვენს ქვეყანაში იგი იდევნებოდა, ძალიან ძნელი იყო შენარჩუნება ამ სარწმუნოების და ამიტომაც ყოველი პიროვნება, რომელიც ასეთ რთულ დროს იცავდა სარწმუნოებას, იგი ღვთისგან ღებულობდა უდიდეს მადლს, უდიდეს ძალას და ის, ვინც ყველაზე მეტად გამოხატა ერთგულება ღვთისადმი, ის, ვინც მთლიანად თავისი სიცოცხლე შესწირა უფლის ერთგულებას, შეიმოსა განსაკუთრებული ძალით. ეს არის მადლი სულისა წმინდისა, რომლის ძალითაც იგი ახდენს თითქმის ისეთივე სასწაულებს, როგორსაც ახდენდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები. დღეს მთელი საქართველო გრძნობს, რომ მამა გაბრიელს ყოველი ჩვენთაგანი უყვარს, რომ იგი მზად არის ყოველი ჩვენთაგანისთვის ჯვარზე გაეკრას. ასეთი იყო მისი ცხოვრება. იგი მუდამ ტიროდა იმის გამო, რომ ხედავდა სულიერად დაუძლურებულ საზოგადოებას, რომელსაც არ ქონდა საშუალება სულიერი საზრდოს მიღებისა და ევედრებოდა ღმერთს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო.
იგი ებრძოდა ძალას, რომელიც უშლიდა ადამიანებს სარწმუნოებრივ ცხოვრებას და ნიშნად თავისი პროტესტისა თქვენ კარგად გახსოვთ მისი ცხოვრებიდან ეს საოცარი მაგალითი. მან შეიძლება ითქვას კერპი შემოსრა, ანუ უღმერთო ბელადის ხატი, მისი ფოტო, სურათი დიდი ზეიმის დროს, როდესაც ყველანი ერთად აღნიშნავდნენ ათეისტური ამ სოფხედველობის ამ რეჟიმის დღესასწაულს, აი იქ მან ეს კერპი დაამხო. იგი ერთი გამოვიდა მთელი მაშინდელი იმპერიის წინაშე და არა მარტო არ შეეშინდა, არამედ ღმერთმა ის გადაარჩინა და თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი წამება გამოიარა მან ამისთვის. სიკვდილი სანატრელი იქნებოდა ყოველი ადამიანისთვის. ასეთ დროს იგი არ მოკლეს, იგი ძალიან დიდხანს აწამეს და ამას ყველაფერს გაუძლო და არათუ არ დაკარგა ფიზიკური და სულიერი ძალები, არამედ კიდევ უფრო გამტკიცდა ღვთის და მოყვასის სიყვარულში და აი ამ წყლულების მიუხედავად, რომელიც მთელი სიცოცხლე აწუხებდა მას, რომელიც დარჩა მას მძიმე ტვირთად, აი ამ წამების ტანჯვის შედეგად, იგი მხოლოდ სიყვარულს აფრქვევდა, მხოლოდ სიხარულს აფრქვევდა, მხოლოდ ადამიანთა ბედნიერებისთვის იყო მზად მუდამ დილიდან დაღამებამდე იგი ქადაგებდა, ამხნევებდა ადამიანებს, განსწავლიდა და ლოცვით კურნავდა მათ. ეს ხდებოდა მე-20 საუკუნის დასასრულს. ეს იყო წარმოუდგენელი მაგალითი სარწმუნოებისა, ამიტომაც ასეთი დიდი თავდადებისთვის ღმერთმა მას დიდი ძალა მისცა და ჩვენ ვხედავთ როგორ ყველას გვაქვს მისი დიდი მადლიერება მის მიმართ და ამიტომ მისი გადმოსვენება, აღმოყვანება მისი საფლავიდან და რიტუალი მისის ტაძარში, მისი წმინდა ნაწილების შესაბამისი პატივის მიგებისა და დავანებისა ეს დიდი ზეიმია. ჩვენ ხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, საქართველოს ეკლესია მადლმოსილია, იგი კიდევ უფრო ძლიერდება და ჩვენ ხედავთ ასეთივე მაგალითს მისი უწმინდესობის ცხოვრებაში. ჩვენ ხედავთ, რომ ასევე როგორც მამა გაბრიელი ამ უღმერთობის ჯამს მისი უწმინდესობა ჯვარზეა გაკრული და მისი ლოცვით ხდება დიდი სულიერი აღმავლობა ჩვენს ერში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მნათობი ყავს დღეს საქართველოს და ღმერთმა მათი ლოცვით გვანახოს სულიერად გაჯანსაღებული, გაძლიერებული, გამთლიანებული და ასევე ტერიტორიულად გამთლიანებული ჩვენი ქვეყანა და ნამდვილად ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ამას ხედავთ, თუკი ჩვენ ყველანი იმ სწავლებას, იმ მოძღვრებას მიუყვებით, რასაც ისინი გვიქადაგებენ. ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც გვაჩვენებს, რომ თუ ადამიანი უფლისკენ მიდის, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. და მე გილოცავთ აი ამ ბედნიერ დღეს, ეს არის საქართველოს ზეიმი, ეს არის საქართველოს სულიერი ფერისცვალების გამომხატველი, ამსახველი, მაჩვენებელი დღე და აი ამ სულისკვეთებით უნდა გაერთიანდეს ჩვენი ერი და აი ამ სულისკვეთებით გაერთიანებულ ერს ვერავით არ იბოროტება, ვერას დააკლებს. გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს ერთმანეთი და ყოველივე შვიდობა, მთლიანობა მოენიჭება ჩვენს ქვეყანას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ხვალ იქნება გადასვენებული თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში. აქედან
გადასვენება დაიწყება 12 საათზე სვეტიცხოვლიდან. ხოლო პირველი საათისთვის ფეხით მსვლელობა მამა გაბრიელის ნეშტის მისი წმინდა ნაწილების თანხლებით დაიწყება ვარდების მოედნიდან ყოფილი ივერიის სასტუმროს ტერიტორიიდან და შემდგომ თავისუფლების მოედნის გავლით და ბარათაშვილის ხიდის გავლით პროცესია მიასვენებს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ეს წმინდა ნაწილები ასევე ერთი კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული და ყოველ თქვენთაგანს, ყოველ სურველს ექნება საშუალება მოილოცოს, თაყვანისცეს მას, შესთხოვოს მას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის სურვილი, რომელიც არის ღვთისათვის სათნო, ჩვენი სულისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, თუ კი ჩვენი სარწმუნოება ღვთისადმი იქნება შეურყეველი, აუცილებლად შეგვისრულდება და ღმერთმა ყველას შეგისრულო თქვენი თხოვნა და რაც თავარია, ჩვენი ყველას თხოვნა ეს არის ჩვენი საყვარელი პატრიარქის ბეგრძელობა და ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სულიერი და ფიზიკური მთლიანობა და მშვიდობა. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.